ბორჯომის ნომერ მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა გუშინ მათ მიერ დამზადებული თიხისა და ხის სამკაულების გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. ფერადი ხელები ასე ჰქვია მინი კომპანიას, რომელიც ნომერ მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შექმნეს. პროექტი Junior Achievement საქართველოს პროგრამების ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება ახალმა საგანმა მეწარმეობის საფუძვლებმა განაპირობა, რომელიც ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამის ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წლიდან დაინერგა. 122 სკოლა იყო შერჩეული მთლიანად საქართველოში, სადაც ისწავლებოდა მეწარმეობის საფუძვლები და ჩვენ მოვხვდით ამ 122 სკოლაში. აქედან 112 პროექტი შეირჩა, ჩვენი პროექტებიც იყო ამ პროექტებს შორის და უკვე შემდგომ ოცეულში გავედით საქართველოს მასშტაბით და კვირას გამოფენაზე იყვნენ ჩვენი მოსწავლეები, წასულები და საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ ის პროექტი, რა პროექტის განხორციელებაც ავიღეთ, დავისახეთ მიზნად და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვებმა გამოცდილება მიიღეს, ისწავლეს ბიზნეს პროექტი როგორ იწერება, შემდგომ როგორ უნდა მოიძიონ თანხები, როგორ უნდა აწარმოონ პროდუქცია. თბილისი მოლში ჩატარდა გამოფენა გაყიდვა, სადაც ეს 20 გამარჯვებული ჯგუფი ღებულობდა მონაწილეობას. ძალიან დიდი გამოცდილება, ბავშვები ძალიან გახარებული იყვნენ და ძალიან გახალისდნენ და იმედია ეს პროექტი მომავალ შემდეგ კლასებს მისცემს დიდ გამოცდილებას. ვაკეთებთ გამოფენა გაყიდვას, შესაბამისად თუ სრული უფრო დატვირთვა რომ გამოფენა რაც წარმოადგინეთ იქ რომ თვითონ სკოლას აინტერესებდა და რა გავაკეთეთ, როგორ ვიშრომეთ და იმის შედეგი გვეჩვენებია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა რეალური კომპანიების მინი მოდელები შექმნეს და ბიზნეს იდეები რეალობად აქციეს. პროექტის მიზანი მოსწავლეებში მეწარმეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლების გაცნობა და თავისუფალი მეწარმეობის ღირებულებების შეფასება იყო. პროექტი ჩატარდა Junior Achievement საქართველოს პროექტის ფარგლებში. მთავარი დამფინანსებელი არის Junior Achievement საქართველოს დამფუძნებელი ლანსელოტ ფლეჩერი. სულ ეს პროექტი ჩატარდა საქართველოს სკოლებიდან 120 სკოლაში. აქედან მოხდით 20 მინი საუკეთესო მინი კომპანიაში და ჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვის და დიდი მიღწევა. პირველ რიგში ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ხედავ რომ ჩემი თანატოლები არიან ძალიან მონდომებულები და ძალიან ჩართულები ამ საქმეში. გამოვიდეთ შესანიშნავი ნამუშევრები და ვფიქრობ, რომ მათი ნამუშევრები ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა. მეც შევიძინე ერთი ნამუშევარი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე შევინახავ ალბათ და გამახსენდება ეს ჩატარებული გამოფენა. გამოფენა გაყიდვა ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამკაულების საშუალო ფასი 5 ლარში ადგინდა.